ძალიან დიდი საშიშროება იყო იმის, რომ ერთ სტუდენტს ეთქვა, რომ არა, მე აქ რჩები და ყველა იქ დავრჩენილიყავით და ყველა გავეთრიეთ და ყველა დავეპატიმრებინეთ. და ანუ აი ამ საფრთხის წინაშე გაყენებს თურმე რექტორი და ეს უნივერსიტეტი საერთოდ. ეს არის რაც არის ყველაზე გამაოგნებელი ჩემთვის, რომ აი დასაპატიმრებლად გწირავენ მართლა. გამოვიდა რომ მე ამ პროცესების ნაწილი გარედან დიდი ხანია ვარ. ნებულ შემადგენლობის მათ შორის. მაგრამ ასევე უბრალოდ ჯამში გამოდის რომ რაღაცა თქვენი სწავლის პროცესი ამ პროცესთან განუყოფელია. სხვადასხვა სახის პროცესი. ხო. და როდის დაიწყო ეს? და რამდენად ის იყო ისე მაგალითად მე მახსოვს ეგრე რეაქცია და ასევე მახსოვს არ ვიცი ეგეთი შეგრძნება მქონდა მე რამდენად რთული იყო რაღაცის გადალახვა იმიტომ რომ აი ეს ხალხი რო ადიოდა ჩადიოდა ამ კითხებზე თქვენის ხედით ეგ შეგრძნება იყო რომ თქვენ რაღაც დიდს გადააბიჯოთ რა ყოველ შემთხვევაში კი კი ეგ ჩვენ რო ჩავაბარეთ ჯერ პანდემია იყო და დიდად ვერ დავინახეთ ვერაფერი საერთოდ სახლებში რო ვიყავით და რომ მოვბრუნდით მალევე მოხდა 5 ივლისის ამბავი ხედავდით ადამიანებს როგორ ცემდნენ და გარეთ გამოსვლის გვეშინოდა უნივერსიტეტიდან იმიტომ რომ რა ვიცი ჩვენ მეგობარს ჩვენ ჯგუფელს ხონდა საყურე და ვეუბნებოდით რომ მოიხსენი და ისე გადიო ისე გვეშინოდა გარეთ რო გასულიყო რო არ ეცემა ვინმეს და გადავწყვიტეთ მე ქეთომ და ჯაფარამ რომ პირველ კურსზე ვიყავით თან ძალიან პატარები და აი არ ვიცოდით თვითონ სისტემა აი უნივერსიტეტის ეს შიდა რაღაცა სისტემა რამდენად გვეწინააღმდეგებოდა ეგეთ რაღაცეებში და ამიტომ რაღაცა თავაწეულებმა გავაკეთეთ ეს აქცია ისე რომ არც დავფიქრებულ ვართ რომ შეიძლება რაღაცა საპასუხო რეაქცია ქონოდა ამ ყველაფერს იმდენად ბრუტალური რაღაცეები ხდებოდა გარეთ რომ ამაზე ხმის ამოგება რატო უნდა ყოფილიყო პრობლემა ანუ ამაზე არ გვიფიქრია და გადავწყვიტეთ რომ მთელი უნივერსიტეტი პირველი კორპუსი მოვაბილიზოთ და გადავწყვიტეთ ეს ფორმა რომ კიბეებზე დავდგეთ მთელი პირველი კორპუსის კიბეები მოიცვან სტუდენტებმა და ნუ ვინც შემოგვიერთდება ვთქვათ ლექტორი ვინც არ უნდა იყოს რომ ვიდგეთ და რაღაცა ოკუპირება მოვახდინოთ 15 წუთით უბრალოდ კიბეების უნივერსიტეტის და ცოტა ფუნქციაში ხელი შეუშალოთ რომ ჩვენი რაღაცა ეს ერთობა დაფიქსირდეს და ხო მთელი უნივერსიტეტი შემოგვიერთდა ძალიან ბევრთან კამათში შევედით მაგრამ მაინც გადმოვიბირეთ და ვეუბნებოდით რომ ერთად უნდა ვიდგეთ ესეთი პრობლემების წინაშე და ჩვენ თუ არ დაუდექით ერთმანეთს გვერდში სხვა ვინ უნდა დაგვიდგეს გვერდში და რაღაცა ამ იდეის გარშემო გავერთიანდით და მთელი უნივერსიტეტი ესე დაუდექით და 15 წუთი ვიდექით. ხო, ანუ ეს იყო პირველი რაღაცა ნაბიჯი ჩვენგან, რომ რაღაცა შევეწინააღმდეგეთ და ჩვენი ხმა გავაჟღერეთ ჩუმად ოღონდ ხმის ამოღების გარეშე. ეგ იყო მთელი იდეა. ხო, და ძალიან კარგად მახსენდება ეგ, იმიტომ რომ ვიღაც ლექტორები შემოგვიერთდნენ და დასხდნენ მერე ქვემოთ აქ პირველ კიბეზე, ისხდნენ რამდენიმე ლექტორი. ხო, რა ვიცი. ну მაგის მერე დიდად ესე წინააღმდეგობა არ წამოსულა მაგ ყველაფერზე ну მკითხეს რომ რა საჭირო იყო და რაღაცა მსგავსი ისინი იყო კომენტარები რომ აი კარგით რა ბავშვებო რაღაცა რა პერფორმანსი მოაწყოთ აი ცოტა ეს ამ დამოკიდებულებით და მერე ხო ანუ ეს იყო რაღაცა პირველი კურსის პირველი მცდელობა მერე ძალიან ბევრი პრობლემა დავინახეთ თვითონ უნივერსიტეტში მანამდე რაღაცა აი გიფუთავენ მაინც რა ამ ზღაპრულ სამყაროს უნივერსიტეტში იმიტომ რომ ვერ გადიხარ აქედან ანუ მთელი დღეები ლექციები გქონდა და თან პრაქტიკული და ძალიან დამღლელი და დიდად ესე თვალის გასწორება არ შეგიძლია იმ პრობლემებთან რაც რეალურად არის მეორე კურსიდან უკვე დავიწყეთ ამ ყველაფრის დანახვა რომ ლექტორები რაღაცა შეურაცხყოფას გვაყენებენ რომ გვავიწროვებენ რომ არ ვიცი ნუ აი ძალიან ბევრი რაღაცა დიდი პრობლემა სისტემური დავინახეთ და ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგეთ მეორე კურსიდან ერთ-ერთ თქვათ ლექტორს რომელმაც ნუ რა ვიცი ჩვენ ჯგუფელს ჩაარტყა ხელი და ამაზე დავიწყეთ ძალიან ხმაური როგორ შეიძლება მსგავსი რაღაცაები დავიწყეთ შეწინააღმდეგება მაგრამ ისევ მათი საფასუხო რეაქცია იყო რომ თქვენ ხართ რადიკალები ამდენი ხანია ეს ადამიანი ასწავლის და პრობლემა არავისთან არ შექმნია და ესე ჩააჩუმეს ჩვენი ხმა ძალიან
თან ყველა ერთად ამას გვეუბნებოდა, რომ თქვენ აღარ მოიღოთ ხმა თუ რაღაც. ვერ ჩააჩუმეს. უბრალოდ სულ საყვედური იყო ხო მაგაზე რა. მაგრამ ხო, ანუ ჩემთვისაც ეგ არის რა, ამ ადგილმა ძალიან გამომწვრთნა მაგაში, რომ ასწავლა პროტესტი რეალურად და ალბათ არ ვიცი რა, აქედან რა განათლების წაღება შემეძლო, იმაზე მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე, ვიდრე პროფესიული. და ვისწავლე, როგორ ვიყო უფრო მყარად, შევიძინე ძალიან ბევრი ადამიანი და მათთან ერთად მივხვდი, რომ ანუ ერთმანეთის იმედი და ეს გვერდში დგომარი ის რაც გადამარჩენს და ამ რაღაცა უნივერსიტეტისგან როგორც სისტემისგან წამოსულმა წნეხმა ზუსტად ამ წინააღმდეგობაში ყოფნამ ამ ყველაფერთან გამაძლიერა. რაღაცა შემთხვევით ძალიან საინტერესო არის გასაკვირველად თეთრის ეუბნებოდის ამ შემთხვევაში, რომ უბრალოდ თქვენი სწავლა პროტესტია რა. კი, ზუსტად. იმიტომ რომ რაღაც ეს პერიოდი ერთად გამოვიარეთ და მე რაც მახსოვს ფაზები არის უბრალოდ გამძაფრების ხო რაღაცა და რაღაცა ეტაპები სადაც როგორ ვთქვა ასე კურსები პროტესტების მიხედვით დახურეთ რა და ახლა ეგრე. კი, მართლა ეგრე იყო. ძალიან ხო, მართლა ანუ ქეთო რასაც ამბობს მართლა თან ჩვენ რაღაცა ძალიან ახლოები ვიყავით ერთმანეთთან რა, ჩვენი ჯგუფი. ძალიან შეკრულები ყოველთვის და ძალიან მეგობრობდით და ყოველთვის ну აი დანარჩენ კურსებზე ვთქვათ რა პრობლემასაც ვხედავდით, იყო ეს რაღაცა დანაწევრება და მარტო სწავლის დროს რაღაცა შეკრა რა და ჩვენ ანუ აი სულ ერთმანეთთან განვიხილავდით ამ პრობლემებს, რაც არის ვთქვათ გარეთ და შიგნით და ამ ყველაფერზე ერთად ვცდილობდით რომ გველაპარაკა რაღაცა გზებით, სხვადასხვა გზებით. მესამე კურსზეც მქონდა ძალიან ბევრი პრობლემა, მაგასაც ძალიან ისე მტკიცად უდგებოდით წინ, იმიტომ რომ ძალიან სპექტაკლის დადგმის დროს დაცვა შემოგვივარდა და მაკრატელს გვიქნევდა ესე თვალწინ და ანუ აი ეგეთი შევიწროებები ქონდა და ეგეთი შეურაცხყოფები და ძალიან საშინელი რაღაცები გვინახავს და ამაზე უბრალოდ ყოველთვის გვეუბნებოდნენ რომ უნივერსიტეტს არ შეულახოთ ღირსება, ხმამაღლა ამაზე არ ილაპარაკოთ. ზუსტად. და ჩვენ უბრალოდ ანუ აი ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდიოდა ეს უსამართლობა და ის რომ უნდა გავჩუმდე, ანუ არ მიცხოვრია აქამდე ისე რომ უსამართლობას წინ არ აღვდგე და აქ მასწავლიან რომ უნდა დავივარცხნო თმა, დავჯდე აკადემიურად და ჩუმად ვიყო და ვიღაცა დიდ ადამიანს ვუსმინო ისე რომ კითხვა არ დავსვა არაფერზე. ახლა იცი არის, მე რამდენადაც ჯამში მეტად ამის გავაცევა მქონია, ეს მოითხოვს ძალიან დიდ რესურსს. იმიტომ რომ როცა ეს სკოლაში მქონია გავაცევა, როცა ყოველი დღე მაგით იწყება რომ შედიცი რომ აქ ყველა ეჭვის თვალით გიყურებს და ჩამში ყველა ჭყალებში ხალხი სწრაფ მიგიჩნევს, რომელიც აი რაღაცას ეწინააღმდეგება და ეს რაღაცას რა არის ვერავინ ვერ ხდება და გადაგვედებელია, აი ეს მუდმივი წინააღმდეგობა მაინც განგრევს. ფსიქოლოგიურად. კი, ძალიან სტრესულია. ანუ არ არის ნორმალური ცხოვრება ეგ რა, ანუ ჩვენი ნორმალური ცხოვრება საერთოდ სხვანაირი უნდა იყოს, ხო? ანუ სულ ბრძოლაში ვართ, ანუ ვიბრძვით იმისთვის, რომ ოდესღაც დადგეს ის დღე, სადაც ყველა ერთად კარგად ვიცხოვრებთ. რაღაც უმცირე ნორმალურად რა, ისე როგორც უნდა იყოს ცხოვრება, რაც არ ვიცი რა არის, მაგრამ ანუ ხო, სულ ხარ გადარჩენაზე, ბრძოლაზე, რაღაც აი ცდილობაზე, რომ სამართლიანობა და წესრიგი აღდგეს. და ხო, რა თქმა უნდა, ეს გამომფიტავია რა, მაგრამ ამავდროულად გამაძლიერებელია, იმიტომ რომ ანუ ხშირად ვფიქრობ მაგაზე რა, რომ არ ვიცი, ალბათ უფრო ცუდად ვიქნებოდი, რომ ვიყო ამ სისტემის მორჩილი და შემსრულებელი და ვიღაცის ხელქვეითი, ეს ბევრად დამამცირებდა და საერთოდ არ ვიცი, ჩემ იდენტობას დამაკარგვინებდა და ну, ეგ თუ ჩემი იდენტობა უნდა იყოს, რომ ვიღაცის სურვილები ვასრულო და ვიღაცის აზრი იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაშინ ჩემ ცხოვრებას რა აზრი აქვს და ეს ჩემ პიროვნებას აძლიერებს ის, რომ რაღაცა ღირებულებაზე და პრინციპზე და მორალზე ვდგავარ. და ანუ ამით ვცოცხლობ სინამდვილეში და ამით ვიკვებები და იმ ადამიანებით, ვინც ჩემსავით ასე არიან. ხო. კიდე ყველაზე იმედგამაცრუებელი რა არის, იცი, რომ მესამე კურსი ახსენე შენ რა, ანუ რაღაც პერიოდი იყო, როცა გვასწავლიდნენ ერთობას და პირველი ნაწყვეტიც ეგრე დავდგით, რომ ერთმანეთზე უნდა იზრუნოთ.
ჩვენი პედაგოგი გვეუბნებოდა და მისი ასისტენტი რომ ანუ თავარი არის რომ ერთმანეთზე ზრუნვა გვასწავლეს და ეს არ იყო რაღაცა ერთი გამორჩეული ტიპი ჯგუფიდან და კონკურენცია მოკლედ არ ყოფილა და მე ეს ერთობა რომელიც გულწრფელად მჯეროდა და ძალიან მომწონდა ეგ რომ ამ უნივერსიტეტში სულ რო ვიცოდი რომ ვიღაცა ფავორიტი არსებობდა და ესეც რაღაცა ანუ სისტემის ეს არის რა რომ ვიღაც უნდა გამოარჩიო და მე შენ კონკურენცია უნდა გაუწიო ერთმანეთს ანუ იდეაში გამტერებენ საკუთარ ჯგუფელებთან რომ შენ იყოს საუკეთესო და ეს რომ ჩვენ ჯგუფში არ ხდებოდა და რაღაცა ეს თანასწორობა დავინახე და ის რომ ასწავლეს რომ ერთმანეთზე უნდა იზრუნო და ასე შემდეგ მე უცბად აი რაც შემოგთავაზეს ის დაგინგრიეს იმიტომ რომ რაღაცა ორი კურსელი გაგვიგდეს ჯგუფიდან და მე ჩვენ ვიბრძოლეთ და დავიბრუნეთ და ხო ანუ ის რომ აი მაგით ვწმუნდები რომ ბრძოლას აქვს აზრი რა იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ანუ არც ერთხელ არ ყოფილა რომ ჩვენ ხელი ჩაგვექნია და ალბათ ამიტომ მოვედით აქამდე და ამიტომ მოვედით იქამდეც რომ უნივერსიტეტიდან გაგვრიცხეს რომ ანუ არასდროს არ გავჩუმებულ ვართ იმიტომ რომ ყოველთვის გვაქვს რაღაცა მიზანი რისიც გჯერა რომ აუცილებლად მიაღწევ იმიტომ რომ ანუ ამას ვერ დავიჯერებ რომ უსამართლობა იზეიმოს ასე მასშტაბურად და ეგ იყოს ჩემი ცხოვრების გამსაზღვრელი იმიტომ რომ არა და მორჩა და სადამდე შემიძლია ბოლომდე აი ამას ვიზამ რომ ხო აღვადგინო ეგ სამართლიანობა და არ მივცე უსამართლობას იმის უფლება რომ არსებობდეს და დღის წესრიგს განსაზღვრავდეს ჩვენ დღის წესრიგს განსაზღვრავდეს ახალგაზრდების და სტუდენტების ვინც რა ვიცი ეხლა უნდა შევქმნათ ხო ყველაფერი ამ ქვეყანაში ამ უსამართლობას თუ აი შენი კონკრეტული ადგილი რომელიც გააქვს თქვათ და პასუხისგებლობა სადაც გაქვს თქვათ ჩვენთვის იყო უნივერსიტეტი ზოგისთვის არის სკოლა ზოგისთვის არის სამსახური მან თუ ამ უსამართლობას არ აღუდექი წინ და ამ პატარა რაღაცა სისტემური აი რაღაცა პატარა სისტემური რღვევა არ მოხდა შესაბამისად ვერაფერს ვერ აღუდგებით წინ და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბრძოლაში ახლა რომ ჩვენ რაღაცნაირად ერთად მივხვდით რომ ძალიან ბევრი პრობლემები არსებობს შიგნითაც და გარეთაც და რაღაცა გავაერთიანეთ ეს საერთო მოთხოვნა გვაქვს რომელიც გვინდა რომ პირველ რიგში გამოსწორდეს არა ორივე რიგში გამოსწორდეს აუცილებლად და ჩვენთვის უბრალოდ ეს ადგილი აღმოჩნდა პლატფორმა და ასევე ის რომ აქაც არის პრობლემები ამას ვამბობთ და ესეც უნდა გამოსწორდეს იმისთვის რომ თქვა ჩვენს მერე ხა ჩვენ მართლა რა ვიცი რა მეხუთე კურსზე ვართ უკვე და ვამთავრებთ და რეალურად ესე პასუხისგებლობა სხვებისნაირად არ გვაქვს რომ აი თქვა ლექციებზე შევიდეთ ამ მსგავსი რაღაცეები რა მაგრამ ის რომ ჩვენ თქვა ამხელა გამოცდილება გვაქვს ამის ამით ანუ აი ძალიან ბევრი ადამიანი ნახეთ ვისაც იგივე რაღაცეების თქმა უნდა, მაგრამ ცოტა ეშინოდათ და ჩვენ რომ ვამბობდით, უცებ ამათმაც ძალა იპოვეს რა და უცებ აი ეს ერთობა მაგით შეიქმნა და ძალიან გასაფასებელია ამ ადამიანებისგან, რომლებიც პირველ კურსზე არიან, რომ უკვე იმდენად ზუსტად და სწორად მიყვებიან პროცესებს და ისე თანმიმდევრულად, რომ მე ვრჩები ხოლმე გაოცებული, იმიტომ რომ მე ვერასდროს ვერ ვიზამდი ამას პირველ კურსზე, რასაც ესენი აკეთებენ. გუშინ წინიჭდა საზმაუზე თემო ვაჭარაძე. აი, ზუსტად. ეხლაც ვერ ვიზამდი მაგას, იმხელა გამბედაობა ჭირდება. და ნინია მეორე კურსზე, ხო? მეორე. ანუ აი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ამის დანახვა ჩემთვის, რომ ამხელა ძალა გვაქვს თურმე, რომ აი ეს ეხმამაღლა ვილაპარაკოთ და ამხელა რაღაცეები ვთქვათ უბრალოდ წვეთი ჩავაგდოთ სადღაც, რომ ეს არის პრობლემა და ამას ყურადღება უნდა მიექცეს აუცილებლად. ამ ადგილთან ჩამოვლა ყოველთვის საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. რომ როცა არ ველოდი მათ შორის რაღაც ახალი ხდებოდა. მახსოვს ავტობუსი არ მოდიოდა სახლამდე და ძალიან გაგიბრუნდა. ესე უნდა მომიწევს მე ხალხს ამოვანდა ძალიან ციო, ძალიან შეფუთული. აგრე ჩამოვიარე სკოლის დიპლომა ხალხი და რაღაცა ყოველთვის იყო იმედი, რომ ესე მიხედავდი თქვენ დაგინახავდით ხელს დაგინახავდით. და ეს შენობა ყოველთვის ასახავდა და მე მგონია რომ ყველაზე კარგად ასახავდა ამ პროცესში იმას, რაც გარეთ ხდებოდა. და აქ ჩამოვიარე და ვინახე სამგლოვია რომ ნიშნები. და მე დავახვიე თავში და წამოვყევი რომ ეს ბევრჯერ მოხდა და უკვე რაღაცნაირად ეს პროცესიც თითქოს თქვენს გაიზარდეთ და პატერნები არსებობდა უკვე იცოდით როგორ გემოქმედა და ჩემი განმოსახედიდან ძალიან საინტერესო გასაგებია რომ ეს შეიძლება იქცა რაღაც ახლა რომ ყოველთვის ახლა დაიწყო საქმე
შეგაჯერებამდე მისულა ალბათ დამეჯერება გამოვხატვა. არ ვიცი, ალბათ ხო ამ რაღაცების გაბიდვამდე რამდენად რთულად დაიწყო და გამარტივდა ვთქვათ თუ ესე იყო. აქ შემოსვლა და ფოიეს დაკავება და იდეაში ეგ რო აღმოვაჩინეთ რომ უნივერსიტეტი ჩვენი პლატფორმა საიდანაც შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ მოხდა მას მერე რაც გავემიჯნეთ უნივერსიტეტის მიერ დაწერილ სოლიდარობის პოსტს და მან ვთქვით რომ ეს უნივერსიტეტი არ ეკუთვნით მათ ეს უნივერსიტეტი გვეკუთვნის ჩვენ და რას ნიშნავს ეს ჩვენ გვეკუთვნის და რეალურად ყველაფერი ნელ-ნელა გარედან უნივერსიტეტსაც დაეთყო რაც ახლა აღარ არის ფასადზე ეს იქნებოდა ბანერების საშუალებით მეტყველება თუ იმ პერფორმანსების რასაც წინ ვაკეთებდით თუ გლოვის ბანერების გადმოკიდება რომელიც ძალიან ხშირად მოგვიწია და ეს ძალიან კარგად ასახავს იმ სიტუაციას რაც არის ჩვენ ქვეყანაში და უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ის რომ ვიღვიძებთ და ვიგებთ რაღაცა ტრაგიკულ ამბავს და გლოვის ბანერები ვიდეოს იქ გამზადებული რომ გადმოვკიდოთ ამის გააზრება არის წარმოუდგენელი მართლა ერთი დღე იყო რომ გადმოვკიდეთ მერე ჩამოვხსენით და მეორე დილას გავიღვიძეთ და ისევ მოგვიწია გადმოკიდება და მართლა რაღაცა ამ უწყვეტ ციკლში ვიყავით რომ ეხლა ჩამოვხსნით მერე კიდე უნდა გადმოვკიდოთ მართლა ძალიან რთული იყო ამის გააზრება და ასევე ამდენ რთული იყო ის პერიოდი როცა დღეს გავიღვიძეთ და მოვკით რომ ბანერები აღარ გიგია მე პირდაპირ ჩემი თვალით ვნახე თბილსერვის ჯგუფი როგორ ხსნიდა ამ ბანერებს და ამაზე მტკივნეული ხო მე მგონი ისიც ვერ მოვიაზრე რომ მე თქვა დაცვისთვის რომ კარი გამიღეთ და გავიდე ვიღებდი და უბრალოდ რაღაცა ემოციას გამოვხატავდი იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ნაჭერი და ზედ წარწერა რა აქ დებ ყველაფერს შენი პროტესტი რაც არის და რაც გტკივა ზუსტად მაგას გამოხატავ მანდ და აჩვენებ მაგალითს რომ დღეს ამის გარდა დღეს პატიმრების გარდა სხვა არაფერი არ გტკივა შენ და ეს არის შენ იმიტომ რომ მე რო აქ ვარ მე თუ არ ვიცი პატიმრების ხმა არ გავაჟღერე მათი წერილები დღიური არ წავიკითხე და მათი ბანერები მუდმივად არ კიდია გარეთ ხო მაშინ სხვას რას უნდა ვაკეთებ და ვერ ხვდები იმიტომ რომ შეიძლება რომ მე დღეს ყოფილიყავი მათ ნაცვლად და ისინი ყოფილიყვნენ აქ ეს ხო რაღაცა რაღაც პრინციპით მოხდა უბრალოდ დაემთხვა ეგრე რომ ისინი აღმოჩნდნენ იქ და მე გარეთ ვარ და თუ გარეთ ვარ რაღაცას თავისუფლება არ მაქვს რომ შევიდე და განათლებას და მომავალზე ვიფიქრო ეგ არის ზუსტად როგორ იქცა ეს უნივერსიტეტი პლატფორმად რა ჩვენი თვითგამოხატვის სივრცეთ და ჩვენი თვითგამოხატვა მაგაზე დგას დღეს ეგრე რთული იყო რომ ყოველ ჯერზე გაგიღვიძათ ალბათობით დაგვდებოდა თუ არა ეს ბანერები და მე ისევ გაგიღოთ რესურსი მუდმივად და გადმოგეკიდები რაღაცა ეს გადაბიჯების ფაზა ამასთან შეგუების ფაზა ასევე კი რაღაცა მორიგეობა გქონდა რაღაც მომენტებში რა რომ ღამე ვინმე არ მოვიდეს და არ ჩამოხსნას ბანერები და კი ერთხელ ლაპარაკობს საერთოდ მართლა ზოგჯერ ვერ ვიაზრებ ხოლმე რომ ეს იყო მათი რაღაცა გამკლავების ერთ-ერთი მექანიზმი, რომ ბავშვები რომ იწოლებენ და ჩამოკიდებენ ბანერებს, მოდი ახლა ჩვენ ღამის 4 საათზე მოვიდეთ და გავჩამოვხსნათ. აზრსაც ხო უნდა დააკვირდე რას აკეთებ რა, დაცვის უფროსმა მაგალითად ზიას ფრაზა რო ჩამოვკიდეთ, რომ იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის პირდაპირ თავისი სიტყვით თქვა, რომ თვითონ აღიარა, რომ მე ჩამოვხსენიოსო და ნაგავში ჩავაგდეო. ამაზე რომ მიდიხარ და მაშინ შიმშილობდა მზია და მათი ქმედება ეს არ არის მარტო ბანერის ჩამოხსნა და ნაგავში ჩაგდება რა აქ არ ვიცი ხო როგორ უნდა იყო ეგეთი ამორალური ქმედების შემსრულებელი თუნდაც რა თუ შენი სურვილით არ აკეთებ ამას ხო უნდა დაფიქრდე რას აკეთებ და ვისი მორჩილი ხარ და რას უწყობ ხელს, იმიტომ რომ ყველა ეგეთ მსგავსი ნაბიჯით აძლიერებს შენ ამ სისტემას. ხო და არ ვიცი ეგ ძალიან ეს არის იმედგამოწვეველიც არის, მაგრამ თან ძალიან გაბრაზებს ეგ და მე უფრო გინდება რომ უფრო მეტი ჩამოკიდო და უფრო ხმამაღლა იკიულო რა, იმიტომ რომ
ნუ შეუძლებელია რომ მაგას შეეგუო პირიქით. უფრო გაბრაზებს ეგ ყველაფერი და 10-ჯერ მეტი ჩამოვკიდეთ მაგის მერე, რაც ჩამოგვიხსნეს. და 10-ჯერ მეტის მერე 10-ჯერ უფრო დიდი და ის რომ იქით ქუჩიდანაც კარგად გამოჩენილიყო და ყველას კარგად დაენახა. ერთი მიზნისკენ მიდიხარ ძალიან ჯიუტად რა და პრინციპულად, რომ ანუ და არ იღლები ამაში, ანუ არ იყო ფაზები, როცა ამბობდით, რომ აღარ აქვს ფიქრობთ. ძალიან ბევრი კრიზისული პერიოდი იყო. ძალიან და ეგეც ძალიან ბუნებრივია, რომ აი რა გაძლევინებდა ამ პერიოდში. ის რაც ციხეში არიან ადამიანები და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ რაღაცაზე უარი ვთქვათ იმის გამო რომ უბრალოდ რაღაცა პრობლემა შეგვექნა ან დავიღალეთ ან რაღაცა მის მიზეზი არ გვაქვს რითიც გავაგრძელებთ ანუ აი რაღაცა მიზეზი ყოველთვის იყო მე ვგულისხმობ რაღაცა გამოხატვის ფორმა უფრო აი ხელიდან რომ გამოგვეცალა ცოტა რაღაც მომენტები იყო რომ აღარ ვიცოდით რა გვექნა ცოტა აი ყველაფერს ვტკეპნიდით რაღაც ანუ აი ესეთ შეგრძნებები გქონდა რა და გვინდოდა რომ სულ ახალი და ახალი გვეკეთებინა და უცბად ეს ახალი რო არ იყო რაღაც მომენტში ამაზე ძალიან შეგვეშინდა ამის რა და რაღაც ხო ეს ერთ-ერთი მომენტი იყო როცა ფიქრობდით რომ იქნება აზრი აღარ აქვს მაგრამ ნუ გამორიცხული იყო რომ მაგის გამო დაუნებებულიყავით და არ გაგვეგრძელებინა რაღაც ეს ყველაფერი იცი მაინტერესებს ხო პერიოდი როცა ალბათ ბოლოსკენ და მე მქონდა ის შეცდომა იყო აუცილებელი იმიტომ რომ იმას რა ადამიანები Facebook და Instagram თვითში ჩოლობად აგზელებენ ცხოვრებას ადრე თუ საიდანაც სტორის დადებას იწვევს აღარ არის სიძულვი და მე მივხვდი რომ ამას ვერ მკლავდები მაგასპერებს რომ ყოველ წავშალე მაგრამ თქვენი პერსპექტივით ეს როგორ ჩანდა შიგნიდან იმიტომ რომ თქვენ როცა 70-75 კილომეტრს გაცდით და ალბათ მაინც ხდებოდით რომ გარეთ რაღაცები ველდება თეატრები ფუნქციონირებას ცხოვრება შეიძლება. ამდენად თუ იყო ამასთან გამკლავება, ამდენად იმედი გაცრუება იყო ეს თქვენთვის. იყო. ან მოვიტყუები რომ ვთქვა რომ ძალიან ვამახვილებდით ამაზე ყურადღებას, რომ სხვები როგორ ცხოვრობენ და ასე შემდეგ ჩვენ იმდენად აი როგორ ვთქვა ძალიან ჩართულები ვიყავით იმ პროცესში, რასაც ვაკეთებდით ამდენი ხნის განმავლობაში და სულ ფიქრობდით ჩვენ როგორ უნდა ამოვიღოთ ხმა და ჩვენ როგორ უნდა გავძლიერდეთ უფრო და გაუმრავლდეთ და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა მოქმედებს ეგ გარედან დანახული ცხოვრება, აი გარეთ დანახული ცხოვრება როგორ აგრძელებენ მუშაობას, როგორ ნელ-ნელა მსახიობების სცენას უბრუნდებიან, როცა ანდრო ციხეშია და შენ მაგის გამო ხარ გაფიცული, რომ შენი კოლეგა ჩვენთან ერთად თამაშობს ანდრო სპექტაკლში და რას უნდა დაუბრუნდე, აი მიზეზი არ მქონდა უბრალოდ რომ აი ხა რაღაცა სცენა მომენატრა თუ აი რა უნდა ვთქვა ამ დროს ხო მოკლედ ანუ რთული იყო კი ძალიან რთული იყო რომ ხედავ რომ შენ მართლა რა ვიცი მე ყინვაში წევ ხარ და სახლში მიდის ხალხი და იძინებს თბილად და რა ვიცი კლუბებში დადიან და ბარებში და სვამენ და ასე შემდეგ ანუ ეს რაღაცა ცხოვრების გაგრძელება ამის დანახვა ჩემთვის იყო რთული მაგრამ უფრო ამაზე ვკონცენტრირდებოდით და ხო ჩვენი გამოხატვის ხერხებზე უფრო ვფიქრობდით ვიდრე სხვებზე ნერვიულობას მე გარეთ რო გამოვედი მე უფრო დამარტყა მაგან იმიტომ რომ ეხლა რო გამოვედით უნივერსიტეტიდან ჯერ ნუ პირველი 2-3 დღე იყო რომ მაინც ბურუსში ვიყავი და ყოველ წამს რაღაც იყო გასაკეთებელი მაგრამ აი გუშინ იყო თუ გუშინ წინ არ მახსოვს მგონი გუშინ გავედი საჭმელად და პირველად რაღაცა გავიაზრე გარეთ რა პირველად დავაკვირდი ხალხს და ანუ შევასწარე ეგეთ სცენას რომ ან მუშაობას იწყებდნენ ბარში თუ კაფეში
და ქონდათ რაღაცა პირველი დღე ტრენინგის, ძალიან მხიარულად ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს უხსნიდნენ შინაგან წეს ამ კაფის და აბა ეხლა რაღაცა სტაჟი ქონდათ და ძალიან ბედნიერები და მხიარულები და მე ვფიქრობდი, ანუ მე მაშა და ლუკა ვიყავით, რომ რაღაცა გვეჭამა და თან მერე გავრბოდით, რომ გქონდა ესა ეთერი საზმაურში. გუშინ წინ იყო ესე იგი. და ნუ აი საერთოდ სხვაგან არის ჩემი ტვინი და უცბად გარეთ ანუ უცბად ის ცხოვრება გრძელდება, რაც ძალიან წარსულიდან მახსოვს და საერთოდ არ მახსოვს ეგ ცხოვრება როგორი იყო. და ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ მეგონა რომ მე პარალელურ სამყაროში ვიყავი, ან ისინი და ძალიან რთული იყო ამის აღთქმა. და არ ვიცი, ეგ ძალიან გამიჭირდება და მიჭირს, რომ მაგაზე ფიქრი, რომ რამე შეიძლება ნორმალიზდეს და რაღაცა ჩვეულებრივ დაუბრუნდეს, ან შევათავსოთ პროტესტი და სწავლა ერთმანეთთან, როგორც სხვები გვიწყვეტენ უნივერსიტეტიდან და არ ვიცი. თორს გაიცანეთ ის დღე. თავზეთან გადაგაც შესაძლოა შეგვიძლიათ და მე დღის განვითარებული ფაზებად რომ მე ახალმოვი პროტესტანტი მოიყვა ამის ნახატქვეითი ნახაშორიდან და ის რაღაცა წვეთი სისასტიკის ფაზა იყო თვითონ რომ საგეგმოდ რომ ერთი დამთავრდა მეორე იყო მე მესამე და მე საერთოდ მეოთხე დაგვიგვიდა მეორე დღეს ხო შენ დაიწყე იმიტომ რომ შენ იყავი შიგნით მე გავიღვიძე ძალიან ცოტა ხანს მეცინა და უცბად მაღვიძებს სადეზინფექციო ხსნარის სუნი რომელზეც მეუბნებოდნენ რომ აი კატასტროფულად არ შეიძლება ამ სუნში ყოფნა და ბავშვებო თქვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ ჩვენ და 72 საათით უნდა დატოვოთ თეატრალური უნივერსიტეტი უცბად ვიღვიძებ ამ სუნში პირბადეში მერიდადიანი თავზე მადგას და მეუბნება რომ აბა ეხლა გავიღვიძოთ ყველამ და დავტოვოთ აქაურობა და მახსოვს რომ პირდაპირ ასე წამოვხდი ამ ლეიბიდან გავიკეთე პირბადე და ნუ აი მაქედან რომ დაიწყო აი რაღაცა გადაბმულად და მე მგონი გუშინ თუ დღეს ამოვისუნთქე პირველად იმიტომ რომ ანუ წარმოუდგენელია პირდაპირ რაღაცა გგუდავდნენ და იძულება ან თან რამდენ ხერხს მიმართეს სულ რაღაცა მათი ტვინი ასე მოქმედებს რომ იფიქრებენ სხვადასხვა საშინელ ხერხებს როგორ იძულებით დაგატოვებინონ სივრცე და თან ამას ზუსტად ამ მოჩვენებითი ზრუნვით ფუთავენ. ანუ ეს არის ძალიან იდეალური სახე რა, როგორც მოჩვენებით მშვიდობას ფუთავს ქართული ოცნება, აი ზუსტად ეგრე გვიფუთავენ ამ რაღაცა მოჩვენებით მშვიდობას და სტაბილურობას და იმას რომ ჩვენზე ზრუნავენ და ჩვენი უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი და კი რა თქმა უნდა და შესაბამისად ხო ლოგიკურია რატომაც ზრუნავენ, რატომაც ამახვილებენ ამ ხელყურადღებას უნივერსიტეტის იმიჯზე, რომ ანუ ეს იმიჯი არ უნდა დაზარალდეს და ანუ ძალიან კარგად ხედავთ რომ მათი იმიჯი და არ ვიცი ეს ფასადი არის ცარიელი და უნდა დუმდეს და ზემოდან თუ რაღაცა მეტყველებს და ხმას იღებს ბანერების მეშვეობით იქნება თუ ეს ხმა გაჟღერდება დინამიკში, ეს უკვე უნივერსიტეტის იმიჯს აზარალებს თურმე და ხო, ძალიან სხვაგან წავედი ახლა ყველაფერს ერთად ვილაპარაკე. ხო, ნუ ჯერ პირველი ეგ იყო რომ ამ რაღაცა საწამლავში წამლავდნენ და თან ჩემ თვალწინ ალაგებდნენ ამ ლეიბებს და გადაქონდათ გვერდზე რაღაცა ძალიან პატარა ოთახში, სალაროში, სადაც ხალხი ბილეთს აჩვენებს იმისთვის რომ მე იქ სცენაზე შევიდნენ, აი მაგ ოთახში გუშვებდნენ 30 კაცს, რომელსაც არც ტუალეტი აქვს და არაფერი საერთოდ და მე ეგ კარი ჩაკეტეს და გვეუბნებოდნენ რომ თუ ტუალეტში გინდათ სახლში წადით და ეს რაღაცა ხო ნუ ნაგვის პარკებში იყო ჩაყრილი ერთად საჭმელი კბილის ჯაჭვი ყველაფერი ქვემოდან ანუ თვითონ ხო რომ გავიღვიძე უკვე ქვედა სივრცე სადაც აი სამზარეულო გქონდა და ჭამდით და ასე შემდეგ ეგ სივრცე სრულიად მოკრიალებული იყო და გვეუბნებოდნენ რომ ქვემოთ ყველაფერი შეიწამლა და ის ნივთები რაც ქვემოთ იყო აიღეს და უკვე სალაროში მხვდება აბა ნაგვის პარკში ყველაფერი ერთად აი პური კბილის ჯაგრისი ტანსაცმელი იყო ერთ ნაგვის პარკში ჩაყრილი ყველაფერი ხო, რაღაცა მართლა პარაზიტები გვექცეოდნენ, აი მართლა ვიყავით რაღაცა შესეული პარაზიტები ამ უნივერსიტეტს და ნუ ეს სასწრაფოდ ჩვენ უნდა შევეწამლა. აი როგორც კი ავდექი იმიდან, ლეიბიდან, იქვე მიასხეს ეს ხსნარი და მეთქი რას აკეთებთ, ანუ ხო გვეუბნებოდით რომ აქ
ამაში ყოფნა არ შეიძლება. ეხლა უცბად შეიძლება? და მე მახსოვს რა. ხო. დილა მე არ დავრჩენი ვარ მაგ დღეს. და დილას გავიღვიძე და დამხვდა მესენჯები, ოღონ ძალიან ცოტა, იმიტომ რომ ეთყობა ყველა ძალიან ჩართული იყო და ტელეფონში ყოფნის დრო არ იყო და ერთ-ერთი დამხვდა რომ მოვიდნენ, შეწამლეს და პოლიცია გამოიძახესო. აი ეს მესიჯი დამხვდა. და ანუ არც მახსოვს როგორ გამოვქანდი და რანაირად ჩამოვირბინე აქამდე, მე და დედაჩემი ჩამოვედით. მე ეგრევე პირბადე გავიკეთე და შევარდი შიგნით და ვხედავ ერთ ლეიბს მარტო, აი აქ ფოიეში. რაღაცა საჭმელი შემოგვაწოდეს ისევ და ველოდებოდით პოლიციას. მე მგონი მეორედ იყო უკვე გამოძახებული. მეორედ, იმიტომ რომ პირველად რომ მოვიდნენ, ეგეთი რაღაც თქვა, რომ ჯერ ჩვენ არც გვესაუბრა წესიერად, ერთი სტუდენტი გაიყვანეს და დაკითხეს და მერე ლიფტით ზედა სართულზე აყვა დაცვის უფროსს. და რომ ჩამოვიდნენ, ტელეფონზე ლაპარაკობდა ეს პოლიცია და რა ხდება მეთქი რომ ვკითხე, მსგავსი შემთხვევა თუ გამეორდება, უკვე დაჯარიმდებითო და ანუ ჩაკითხვის უფლებას აღარ მომცა, ტელეფონზე ლაპარაკით გამოვიდა და გავიდნენ და უკვე ეგ არის მეორეჯერ როცა მოვიდნენ. ხო და ერთი აი რა შემოვედი აქ საწამლავის სუნში და მართლა ანუ აი რაღაცა ერთი დაახლოებით 1 საათის მერე ისეთ უბრუსხოვა დამეწყო და ანუ აი მართლა ძალიან იმოქმედა რა ანუ შეიძლება არ ვიცი მე არც ვიცი რა გაასხეს შეიძლება მართლა წყალი და რაღაცა იყო მაგრამ ანუ რეალურად იმოქმედა ძალიან რა აი რაღაცა გაგუდულობაში ყოფნა და მე მახსოვს ნატომი რეკავდა დედაჩემი ტელეფონზე მეუბნებოდა რომ აქ არ ჭამოთ იმიტომ რომ შეიძლება გადაყლაპოთ ის საწამლავი რაც შეიძლება საჭმელში მოხვდეს და შეიწოვოს და მოიტანა ბოთლებით, აი რავი მე 5 ბოთლით რძე, წყალი იმისთვის რომ ჩვენ მაგისი შვილი და მეგობრები ჩემი არ მოვიწამლოთ. აი ამის პროსტა, აი ამის უბრალოდ გააზრება ჩემთვის არის მართლა რაღაცა მე მეუბნებოდა რომ ანუ პასუხისგებლობას ვაბარებ უნივერსიტეტსო, შენ ჯანმრთელობასო, შენ კარგად ყოფნასო, შენ განათლებასო და საპასუხოდ მხდება ისო, რომ შიგნით ყოფნის გამო წამლავენო. აი ეს და მე მიწევს რომ წავიდე და რძეები მოვიტანო. აქ არანაირი ადმინისტრაცია და არავინ შენ არ გივლის. აი ეს სურათი იყო მისთვის. მე მოვიდა პოლიცია. პოლიცია რომ მოვიდა 5000 ლარით დაგვაჯარიმეს ყველა. და სასაცილოა საერთოდ ჩვენ რო გვაჯარიმებენ მართლა 5000 ლარით, როცა სტიპენდიებს არიცხავს ეს უნივერსიტეტი. 4 კურსის ვალი აქვს ჩვენი კურსელის. და დღემდე არა აქვს გადახდილი. დაამთავრა უკვე დიპლომს ელოდება და ასევე ვალი აქვს უნივერსიტეტს და ელოდება ამ ფულის ჩარიცხვას. ანუ აი ეს ხდება და უცებ პოლიცია ზუძახებს, ადმინისტრაცია თუ რა ვიცი მე დაცვა ვინც გამოიწახა არ ვიცი და გვაჯარიმებენ 9 კაცს 5000 ლარით. აი ეს ურთიერთობაა? ანუ აი ეს არის განათლების ხარისხი ამ უნივერსიტეტის რა ანუ აი მართლა არ ვიცი. ხო, და პოლიციის მეშვეობით გველაპარაკებიან და მე ამბობენ გადაცემებში, რომ ჩვენ კომუნიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სუფთაფურცლიდან უნდა დავიწყოთ რაღაცები. ეს მინდა რომ მნიშვნელოვანად აღნიშნო. ხო, არ ვიცი. და უკვე მეორე დღეს მოგეკონათ რომ ეს ყველაფერი გადაიარა. და ალბათ ხო, მაგის მერე მესამეჯერაც გამოიძახეს პოლიცია. მესამეჯერ. და მერე უკვე მოგვიწია რომ დაგვეტოვებინა. ანუ თან მან რა სიტუაცია იყო, ეგეც უნდა გავითვალისწინოთ რა ძალიან არ გვინდოდა გამოსვლა. ანუ ძალიან წინააღმდეგები ვიყავით რომ გამოვსულიყავით მაქედან. მაგრამ ეს საფრთხე რო დავინახეთ რომ შეიძლება ჩვენი ხმა ამით ჩაახშონ და ჩვენ ვიყოთ კიდევ რამდენიმე ადამიანი რომელიც გაჩუმდება იმის გამო რომ ამ სისტემამ გააჩუმა. ძალიან გვინდოდა დარჩენა შიგნით. იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ერთადერთი შეწინააღმდეგების გზა თითქოს. და ძალიან დიდი საშიშროება იყო იმის რომ ერთ სტუდენტს ეთქვა რომ არა მე აქ რჩები და ყველა იქ დავრჩენილიყავით და ყველა გავეთრიეთ და ყველა დავეპატიმრებინეთ. და ანუ აი ამ საფრთხის წინაშე გაყენებს თურმე რექტორი და ეს უნივერსიტეტი საერთოდ. ეს არის რაც არის ყველაზე გამაოგნებელი ჩემთვის რომ აი დასაპატიმრებლად გწირავენ მართლა.
და მეორე დღეს უკვე ის რომ არ მოეწონათ თუ არ ვიცი მე ეს გეგმა ვერ შესრულდა ეთყობა ანუ არ ვიცი მართლა უნდოდათ ეთყობა რომ ჩვენ იმდენად უნდოდათ რომ მოუშორებულიყავით ამაზე მიდიოდნენ და მეორე დღეს უცბად გარიცხეს ბავშვები ოღონდ რაღაცა გაუგებარი მიზეზით რომელიც დღემდე არ ვიცით ამ ეთიკის კოდექსის დარღვევა რითი მოხდა როგორ მოხდა არაფერი ანუ ჩვენ იქ ქონდათ რაღაცა შეკრება ამ ეთიკის კომისიის სადაც განიხილებოდა დეზინფექციის რაღაცა პროცესის წარმართვა რისი მეილიც მოგვივიდა ჩვენ მაგრამ ის რომ ჩვენ საქმეს განიხილავდნენ მე არა ბავშვების ჩემი ჯგუფელების და ვინც იყვნენ კიდე ჩარწმუნებული შენ არ მოხსვლია ხო მე არ მომხსვლია ეს მეილი ანუ რეალურად ჩვენი საქმე რო განიხილებოდა სადმე საერთოდ არანაირად ინფორმირებულები არ ვიყავით ამაზე. ანუ უბრალოდ ყველას მოგვივიდა მეილი, დარწმუნებული ვარ ამ პროცესებში ვინც არიყვნენ ჩართულები, გარეთ ვინც არიან სტუდენტები და მაგათაც მიუვიდოდათ სავარაუდოდ. და ხო, ანუ მეორე დღეს მიიღეს ამათმა მეილი, რომ თქვენი სტატუსი არის შეწყვეტილი. ისე რომ ჩვენ, ანუ ამათ არც გქონდათ იმისი შანსი, რომ ან გაემართლებინათ თავი, ან ეთქვათ, რომ ეს ესე არ იყო, ეს ესე იყო, ანუ უბრალოდ და ეს ახალი კოდექსიც არ არსებობდა საიტზე რეალურად ჩვენ რომ გამოვითხოვე უკვე რომ ვიცი რომ შეწყვეტილი მაქვს სტატუსი და ვასაჩივრებ და უბრალოდ გამოვითხოვე მასალა რომ კონკრეტულად მე რას მედავებით და რის საფუძველზე მიგზავნიან უკვე დასკვნით ოქმს რაზეც არის ხელმოწერები ამ საერთოდ სხვა რაღაც ვითხოვე და საერთოდ სხვა რაღაც გამომიგზავნეს დასკვნითი ოქმი რომ უკვე შეწყვეტილია და ეთიკის კომისიის წევრების ხელმოწერა და პლუს ახალი ეთიკის კოდექსი რომელიც მხოლოდ მე მქონდა მეილზე და მე იმ დღეს რომ ამაზე დავიწყეთ საუბარი მეორე დღეს უკვე ოფიციალურადაც გამოაქვეყნეს თავიანთ გვერდზე მაგრამ ამ ეთიკის კოდექსში წერია გვედავებიან 10 პუნქტს რომელიც ზუსტად იმისთვის შეიქმნა რომ ჩვენი ხმა და ნებისმიერი სხვა სტუდენტის ხმა ვინც ანუ ხვალიდან ან დღეიდან გადაწყვეტს რომ რაიმე უსამართლობა გააპროტესტოს ამ ეთიკის კოდექსის მიხედვით არ გეძლევა ამის საშუალება ხო ჩახშობილი იქნება იმიტომ რომ გთხოვენ აპოლიტიკურობას და თან იმდანად გუნდოვანია ეს კოდექსი რომ როგორც თვითონ უნდათ ისე გაიგებენ და შემოგთავაზებენ ერთ-ერთი მუხლი არის პოლიტიკური ან და რელიგიური აგიტაცია ხო და ჩვენ ვფიქრობთ რომ რელიგიური აგიტაცია იყო ალილოს სიმღერა უნივერსიტეტის პანჯის უკან აი გოკითხვა როგორ წარმოგიდგენიათ შემდგომი ურთიერთობა ამ უნივერსიტეტთან წარმოგიდგენიათ და როგორ დარჩა ჯამში ეს უნივერსიტეტი თქვენთვის და თქვენ კავშირი მასთან მე ანუ აი ჩემთვის აი ცოტა ჩემ აზრს ვიტყვი, იმიტომ რომ ამაზე ყველას ერთობლივად ესე არ გვილაპარაკია და ყველამ სათითაოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ყველა ეგრე ვართ რა, ანუ არავინ არ უზღუდავს ერთმანეთს არც განათლების მიღებას, არც გამოცდაზე გასვლას, არაფერს, ანუ ამ ყველაფერს ამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენით. შესაბამისად მე თუ ვილაპარაკებ, მე ანუ ვეღარ ხედავ ჩემ თავს ამ ადამიანებთან ლექციებზე, იმიტომ რომ ვიცი რომ ვერაფერს ესენი ვერ მასწავლიან და ეს ადამიანები თხოვენ იმას რომ ვიყო ჩუმად და აპოლიტიკური ვიყო ანუ აი უნივერსიტეტში სადაც უნდა ვისწავლო სცენაზე დგომა ან ხმის ამოღება სცენიდან ან აი ეგეთი რაღაცები და მანდაც აპოლიტიკურობას ვთხოვენ აი ესეთ ადამიანებს რანაირად უნდა დავუჯდე ან ლექციაზე ან რანაირად უნდა მქონდეს რეპეტიციები ამ ადამიანებთან ჩემთვის გაუგებარია და ჩემთვის ეხლა ნამდვილად არ არის იმის დრო რომ მე რა ვიცი მე დავჯდე და ვიღაცების დემაგოგიას უსმინო პირდაპირ რა ვთქვა. და ჩემთვის ანუ როგორ დარჩა ეს უნივერსიტეტი იმის გამო ჩამრჩება კარგად რომ გავიცანი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემ ცხოვრებაში, ჩემი თანამოაზრეები, ჩემი თანამებრძოლები ეხლა და 4-5 წელი ამათ ვიცნობ და კიდევ დაემატნენ ის ადამიანები, ვინც მართლა აი ეხლა
აი როგორ ხდება ხოლმე ამ პროცესებში უცბად დაახლოება აი ვინც აქციებზე უდგავარ თან აი როგორ უსიტყოდი უგებუცებ ერთმანეთს და ერთი აზრის ქვეშ ერთიანდები და იცი რომ ერთად ხართ ამ ბრძოლაში და კიდევ შიგნით რომ 83 დღეს გაატარებ ამ ადამიანებთან ერთად მართლა რაღაცა არ ვიცი მე უახლოესი ადამიანები ვართ უკვე ერთმანეთისთვის და მარტო აი ამის გამო დამრჩება კარგად ეს უნივერსიტეტი მე აქ არც სცენაზე დგომა მისწავლია არც მეტყველება მისწავლია არც თეატრალური რაღაცა არ ვიცი მე ხელოვნებაზე არაფერი მე აქ არ მისწავლია აი მე შემიძლია ვთქვა რომ განათლების მხრივ აქ დრო დავკარგე აი უბრალოდ დრო მაქვს დაკარგული იმიტომ რომ აქ არც პროფესიონალი ლექტორები არიან არც არავინ საერთოდ არავინ არ არის აქ ისეთი ვისგანაც რაიმე გამოცდილებას მიიღებ იმიტომ რომ უბრალოდ ეზარებათ რომ სტუდენტს დაუჯდნენ დაუსხდნენ და ელაპარაკონ თეატრზე ან კინოზე ან ხელოვნებაზე აი ამ ხალხთან გვაქვს შეხება და გვიხატავენ რაღაცა წარმოდგენით რაღაცა სამყაროს რომელიც არ არსებობს რეალურად და გიწევს ყოველდღე იჯდე და უსმინო ამათ რა ვიცი მე სამეგობროს ისტორიებს აი ეს ხდება უნივერსიტეტში და მე ნამდვილად აღარ ვარ ამის მომსმენი და არც ხო არ ვიცი არ მაქვს ინტერესი საერთოდ ხო ძალიან ბევრი რაღაც თქვირის თქმა მეც მინდოდა და ეგ ჯერ მაქედან დავიწყებ რომ მიუხედავად იმისა რომ აი ბიოგრაფია ერთმანეთის არ ვიცით ვინც გავიცანით 93 დღის განმავლობაში დღემდე რაღაცები ამ ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცი ამ ადამიანებზე მაგრამ ეგეთ შეგრძნება მაქვს რომ მართლა მთელი ცხოვრება ვიცნობ და აი მართლა შენ რაც თქვი უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და ეგ ძალიან მაძლიერებს რაც შეეხება ამ უნივერსიტეტს ისევ მაგას ვიტყვი რა რომ აქ ვისწავლებ ბრძოლა და არ ვიცი ალბათ ბევრად რთულია რომ უბრალოდ ბევრად მარტივია რომ ვთქვა რომ ნახვამდის როგორც მომექეცით და არ მინდა თქვენგან არაფერი და წამოვიდე მაგრამ ბევრად რთულია რომ დავრჩე შიგნით და ვიბრძოლო რომ ანუ მოვიპოვო ის რომ ეს უნივერსიტეტი გვეკუთვნის ჩვენ სტუდენტებს და როგორც ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი და თანამებრძოლი იყო და მოდი ჩვენ განსაზღვრავთ დღის წესრიგს და მოდი სტუდენტები ვიტყვით ხო რა როგორ უნდა წარიმართოს იმიტომ რომ მართლა ეგრეა და ბევრად რთულია რომ ალბათ ამ სიმახინჯესთან პირისპირ შენ ამტკიცებდე საკუთარ სიმართლესთან იქ სადაც არაფერი არ იცავს ამ სიმართლეს გარდა ერთმანეთისა მაგრამ ხო ანუ ჩემი რაღაცა დიდი მიზანი არის ეგ რომ გავათავისუფლო პირველ რიგში ეს უნივერსიტეტი და ეგ მაგას მივახციოთ რომ სტუდენტს ეკუთვნოდეს და სიმართლეს ჟღერდეს აქედან და ნებისმიერი ადამიანის უფლება იყოს დაცული და შესაბამისად გათავისუფლდეს ეს ქვეყანაც და მოქალაქეებს ეკუთვნოდეს და ჩვენ განსაზღვრავდეთ მართლა ჩვენს დღის წესრიგს და არავინ სხვა ხელისუფალი თუ ბოროტმოქმედი პირდაპირ ვიტყოდი. ამიტომ ხო ეს არის ისიც მჯერა და ანუ ამ ქვეყანაში ვართ ის ადამიანები, ვინც ყოველდღე ამისთვის ვიბრძვით და ვიმსახურებთ ამას. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ძალისხმევა რაც დაიხარჯა და ეს სურვილი და ანუ ეს სურვილიც არ არის, ანუ გარდაუვალი აუცილებლად ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ დღეს ჩვენი თანამებრძოლები არიან გიშოსებს მიღმა და აუცილებლად უნდა დადგეს ეგ დღე და ეგ მომავალი და დადგება.